მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ისო მოქალაქეები უწყვეტ საპროტესტო აქციაზე. 372 დღეა, რაც გრძელდება პროტესტი. საპროტესტო აქციაზე გამოდიან მოქალაქეები როგორც ბათუმში, ისე თბილისში, სხვა ქალაქში მოქალაქეები მუდმივად იკრიბებიან ამ უწყვეტ საპროტესტო აქციაზე და ძალიან მკაფიოდ ჩანს მათი განაცხადი, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას და დიქტატურასთან შეგუებას. მოქალაქეების უპირველესი მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, ასე უცვლელი მოთხოვნაა გასული წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ამ მოთხოვნით დღემდე ნებისმიერ ამინდში დგანან მოქალაქეები ქუჩაში და უწყვეტია პრაქტიკულად ეს პროტესტი. მე მინდა გავისაუბრო დღეს საკმოსულ ადამიანებს, პროევროპული აქციის მონაწილეებს, ისევ მინდა ვისაუბრო BBC-ის საგამოძიებო ფილმზე, რომელს მიხედვითაც ქართული ოცნების მთავრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა ქიმიური იარაღს, ასე ჩანს BBC-ის მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით. რას ფიქრობენ მოქალაქეები ქართული ოცნების მთავრობის რეაქციებზე, იგივე ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, როცა მან პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მართლაც ხდებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაგრამ არ დააკონკრეტა კონკრეტულად რომელ ნივთიერებას იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციებზე. მოდი გავისაუბროთ ქალბატონ დარიკოს პირველ რიგში. საღამომშვიდობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მინდა გითხოთ BBC-ის საგამოძიებო ფილმზე, თუ ნახეთ ეს ფილმი, თუ გაიცანით ამ მასალებს და თუ ნახეთ ამის შემდეგ ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების მთავრობის რეაქციები, რა გამოჩნდა თქვენთვის მათ შეფასებებში. თქვენ ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კი მართლაც გამოვიყენებთ ჩვენ ქიმიური ნივთიერებებიო დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაგრამ რა გამოიყენეს კონკრეტულად ამას არ ამბობს. ამას გამოძიება დაადგენსო და ყოველ შემთხვევაში კამიტი არ გამოგვიყენებიაო, რაც ითვლება, რომ არის აკრძალული ნივთიერება პირველი მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ. გამარჯობა. ყველა სასწაულისა ის რომ აი მისი ქვეტექსტი ის იყო ნაციონალური დროს მერაბიშვილს შეიძინა ეს ნივთიერებები და თუ რამე დაადგინდება რომ ნივთიერებები გამოიყენეს, მერაბიშვილის ბრალი ყოფილა თურმე რომ შემოიტანეს და ამათმა გამოიყენეს ეს ქიმიური ნივთიერებები და დამნაშავე იქნება მერაბიშვილი. მაგრამ ამ დროს მე მებადება კითხვა, ამ დროს სად არის ვანო მერაბიშვილი? აი რატომ არ პასუხობს ამ ყოველგვარ შეკითხვებზე პასუხს რატომ არ სცემს, რა ხდება? გამოვიდეს და თქვას მერაბიშვილმა რა ხდება? რატომ არ პასუხობს? მე მაგას და პირადად მერაბიშვილთან მაქვს შეკითხვა. იმედია გამოფხიზდება და გასცემს ყველაფერს პასუხს და რაც შეეხება კობახიძის აზრებს, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო მაგის აზრით, ეგენი ჩემთვის არის უკვე კვლელები და მაგათ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რეჟიმი შეინარჩუნა და ჩვენ იმიტომაც ვდგევართ, რომ ამ რეჟიმს რამენაირად გავახერხოთ და უკან დავახევიოთ და აი თავისი იმედი გამოფხიზდება ეს ამერიკა იქნება თუ ევროპა და ამერიკისგან იქნება გვეღირსოს მეგობარი აქტის მიღება ევროკავშირისგან სანქციები, რომელსაც ძალიან ეშინიათ, მიხედავთ აი მათი რიხიანი გამოსვლებისა და ვითომ აი არ ეშინიათ და ვითომ რაღაცა, მაგრამ ძალიანაც ეშინიათ ამ ყველაფრის და ვის ეშინია ქართულ ოცნებას? რეჟიმს ეშინია, იმ სანქციებისაც ეშინიათ და საერთაშორისო რეაქციებისაც ეშინიათ. ისინი თითქოს და ახლა პაპუაშვილი ჩასული იყო ინდოეთში და რა გონია მაგას ინდოეთი, თუნდაც ჩინეთი. აი როცა გაიგებენ რა ნივთიერებები გამოიყენეს, ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მაგათ რა გონიათ ახლა რომ
ეს ან ჩინეთი ან ვინმე მხარში დაუდგება. ჩინეთსაც და ინდოეთსაც საქართველოს შეიძლება მომენტში უნდადეს იმისათვის, რომ აი ევროპაში გასასვლელად გზა ჰქონდეს, ევროპაში გასვლის საშუალება ჰქონდეს, ცივილურ ქვეყნებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდეს და არც ჩინეთი, არც ინდოეთი, არც ერთი ქვეყანა საქართველოს არ დაუმეგობრდება, ამ რეჟიმს არ დაუმეგობრდება იმის პერსპექტივით, რომ ვერ გაგენ ცივილიზებულ სამყაროში, გასასვლელი არ იქნებათ ცივილიზებულ სამყაროში და მაგის იმედი რეჟიმს ტყულა აქვს, ან ჩინეთი ეყოლება პარტნიორი, ან ინდოეთი ეყოლება, რომელიც მაგის პარტნიორი ერთადერთი იქნება. ან იზოლაცია არის გარდაუვალი თქვენი აზრით ქართული ოცნების მთავრობისთვის. იზოლაცია არის გარდაუვალი, იმიტომ რომ არც ჩინეთი, არც ერთი სახელმწიფო ამ რეჟიმთან არ ითანამშრომლებს და იცის იმ ყველა სახელმწიფოს განსაკუთრებით ჩინეთს უფრო დიდი პრეტენზიები აქვს, უფრო დიდი მასშტაბებზე უნდა ჩინეთს გასვლა საქართველოსთან ურთიერთობის, მაგრამ აი ჩინეთი ხდება რომ საქართველოსთან ამ რეჟიმთან ურთიერთობის ცივილიზებულ სამყაროში ვერ გავა და გამორიცხულია. ეს იზოლაციისთვის განწირულია ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ არის ასეთი საკითხი ლიბერტის გაყიდვა უნდა ირაკლი რუხაძეს, მაგრამ არ იყიდა ჩინეთმა. არ იყიდა. იმიტომ იცის ვერ გავა ვერც ერთ საერთაშორისო ასპარეზზე არ უნდა არც ანაკლი სპორტზეც უარს ამბობს, არც არ აწყობს ამ რეჟიმთან ურთიერთობა არც ერთ სახელმწიფოს. იზოლაციისთვის განცირულია რეჟიმი და თუ მარტო რუსეთთან უნდა რეჟიმს ყოფნა, იყოს თვითონ იყვნენ იმ რუსეთთან და წავიდნენ და გონებოდნენ და ჩვენ სადაც გინდა და სოფლიო სადაც გაგვიშვენებთ. მადლობა, ეს ტარიკო ჩიპიძე იყო. ბათუმის პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით ზურაბ ირემაძეს მოусმინეთ საღამოშვიდობისა. თუ ნახეთ BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომელიც შეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და თუ მოისმინეთ ამის შემდეგ ოცნების მთავრობის განცხადებები, იგივე ირაკლი კობახიძის განცხადება, როცა მან თქვა, რომ დიახ, გამოვიყენებთ ჩვენ ეს ქიმიური იარაღი, მაგრამ არ დააკონკრეტა რომელი ნივთიერება გამოიყენეს კონკრეტულად ამ წყლის ჭავლში შერევის დროს. და მან თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგეს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში არ იყო კამიტეო, რომელიც არის აკრძალული მისი გამოყენება საპროტესტო აქციების დროს. ეს სამედიცინო საკითხებში ვერ შევარ და ვერც გამოძიების საკითხებში, იმიტომ რომ არც პროკურორი ვარ და არც მაგალითად მედიკოსი, არც ექიმი ვარ, მაგალითად მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ ერთადერთი ნამდვილად შემიძლია და დაჟინებით ვარ, რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის ვანო მერაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართი ხელისუფლებას ეს არის ნომერ პირველი უპასუხისმგებლობა და დაცინვა საკუთარი მოქალაქეების, იმიტომ რომ 13 წელი ადამიანის სათავეში აღარ არის. მე ვანო მერაბიშვილის ხება არასდროს არ დამიშვია, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალით და რეალობა უნდა შევაფასოთ. 13 წელია შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის და ის იშვიერ რომ ვანო მერაბიშვილი თითქოს დამნაშავე. საკითხავია ისე ვანო მერაბიშვილი ხო არ არის კლავ შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ასე რომ სერიოზულად რო დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა თავისთავად არ შეიძლება რომ ყველას დაუპირისპირდე შენი პირადი ინტერესების გამო. ევროპას ებრძვი, ამერიკას ებრძვი, ბრიტანეთს ებრძვი და მიდიხარ ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით. ყველასთან გინდა ნორმალური ურთიერთობა. კი ბატონო, ინდოეთის და ჩინეთის არის აუცილებელი, მაგრამ აქეთ რო ებრძვი და ნეგატივი გაქვს ევროპის მიმართ და ამერიკის მიმართ და ბრიტანეთის მიმართ. მარტივი კითხვა არის. ევროპა, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი რო არ ყოფილიყო, დღეს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნებოდა თუ არა, ისე როგორც სოხუმი და ცხინვალი, ხო? რა თქმა უნდა იქნებოდა. და უკრაინაზე ვარეს დღეში იქნებოდა. ან მათი მხარდაჭერით გადარჩა საქართველოს და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა დასავლეთის. უკრაინაზე ვარეს დღეში აღმოჩნდებოდა. საქართველოს რო არა, დიდი ბრიტანეთი რო არა, ამერიკა და რო არა ევროპა. ეს ხო რეალობა არის, ხო? 90-იან წლებში ვინ გადაარჩინა როგორც სახელმწიფო, ვინ გადაარჩინა? კი, მაგალითად, შესაძლოა წულუკიანის ლაპარაკობდა, თუ ნახეთ ეს ვიდეო გამოსვა, რომ ვისი წყალობით გვაქვს ჩვენ კანონმდებლობა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ან სამოქალაქო კოდექსი, ყველა ეს კანონმდებლობა, რაც აქვს საქართველოს, თავის დროზე სწორედ ითარგმნა და შეიქმნა გერმანელების მხარდაჭერით, გერმანიის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით და მათი დაფინანსებით, რომ არა გერმანია ვერ გვექნებოდა ჩვენ ეს კანონმდებლობაც კიო, ამას თავად წულუკიანი ამბობდა წლების წინ ოღონდ. მე ვიდრე ლაპარაკ დაიწყებდა ლაპარაკს ქართული ოცნება და შესაბამისად წულუკიანიც deep state-ზე. ხო და ეს არის ზუსტად ნომერ პირველი პრობლემა ხელისუფლებისა, როგორც აწყობთ ისე ჭეიან და კერავენ და არ შეიძლება სახელმწიფო არ არის ნაჭერი, როგორც გინდა ისე
დაჭრა და მოკერო მე. თვითონ ეს ამბავი არის შენი სული და გული, შენი მომავალი თაობა არის და შენს გარშემო მარტო შენ თავზე ხო არ უნდა იტყვი შენს გარშემო ხო ადამიანები არსებობენ. სახელმწიფო არის თითოეული ქართველი, სახელმწიფო არის ქართული მიწა, ქართული ჯარი. თუ ეს ყველაფერი არ გაიაზროვე, შენ სახელმწიფოს ებრძვი, შენი პირადი ეგოს გამო, ვიღაცამ შენ გაგაკრიტიკა ამერიკაში, ევროპაში. ქართველები რო გაკრიტიკებენ, იმას ლანძღავ, ევროპელებს ლანძღავ, ამერიკელებს ლანძღავ, ბრიტანელებს ლანძღავ. ალბათ იოსე ქრისტე რომ მოუვლეს კვლავ სამყაროს, მე მგონი იგენესაც გალანძღავენ. იოსესაც გალანძღავენ ესე. მე არ გამიკვირდება არაფერი. ყველაფერს გალანძღავენ გარშემო, ერთადერთი მაქებარი ყავთ ბიძინა ივანიშვილი და რა გახდა და კრემლის რუპორები, კრემლის მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები, რომლებიც აქებენ სხვადასხვა დროს და პერიოდულად ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებებს. ხო და მარტივი კითხვა არის. დიდ ბრიტანეთში კორუფცია არის, ევროპაში კორუფცია არის, ამერიკაში კორუფცია არის, რა რუსეთშია დემოკრატია და იქ ყვავის დემოკრატია? მათი გადასახედიდან. ბრიტანეთს ლანძღავ, ევროპას ლანძღავ, ამერიკას ლანძღავ. ევროები გინდა, სტელინგი გინდა, ბრიტანული ფული. დოლარები გინდა. და ამავე დროს ლანძღავ და ამავე დროს რუსეთს აქებს. ხო. თვითონ ეს ამბავი რას ნიშნავს თქვენთვის? იმკისებ რომ პრორუსი არ ვარო. მეტი პრორუსობა რა გინდა? ეს ამბავი თვითონ რას ნიშნავს თქვენთვის, რაც ჩანს BBC-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქართული ოცნების მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ მე ვერ შევა სამედიცინო საკითხებში, რა თქმა უნდა, თავისთავად. აქ თუ ეს დასტურდება, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხო, რაც პირველი მსოფლიო ომის ეპოქის იარაღია. ასკარად დღესავთანთელია, რომ ადამიანები სასიკეთოდ არ გამოუყენებიათ, ხო? გასაგებად, თქვათ გასაგებენად რო. ადამიანები სასიკეთოდ, მე სასარგებლო და წამალე რო არ იყო, ეს ხო ფაქტია. ვერავინ იყოს მაგას, რომ ეს იყო წამალი. და სასარგებლო იყო, ხო? სასარგებლო ნივთიერება გამოიყენეს, წამალი გამოიყენეს ადამიანების სასარგებლოდ. მოდი ესე შევხედოთ, ესე შევყავთ პრობლემას, ხო? ადამიანების სასარგებლო არ ყოფილა და წამალი არ ყოფილა. ამიტომ რა თქმა უნდა, რასაც უნდა თავი იმართლონ, მოცემულობა და რეალობა ეს არის, რომ ადამიანები საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, ხო? და ადამიანები საწინააღმდეგოდ დადგეს ნაბიჯი. ეს რეალობა არის, ეს მოცემულობა და ამ რეალობას და ამ მოცემულობას ვერ გაიქცევიან და მე კიდევ ერთხელ მიმიორებ. ქითის გაშვერა ვანო მერაბიშვილის მისამართით, რომ ვანო მერაბიშვილი პასუხისგებელი, ეს პირადად მათ უპასუხისგებლობაზე მეტყველებს. როცა ადამიანი დამნაშავე ხარ, უნდა თქვა რომ დავაშავე, შემეშალა, რაღაც არასწორი გავაკეთე. ამის ნაცვლად თითი გაიშვირა სხვისი მისამართი და საკუთარი თავი აპრაო, ეს არის შენი უსისურვობა და შენი უპასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, თავისთავად. ეს არის რეალობა. დიდი მადლობა. ეს იყო ზურაბ ირამაძე, მოქალაქე, რომელზეც თქვენ უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გრძელდება პრაქტიკულად უწყვეტად. ეს 372 დღეა, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოვიდნენ დღესაც მოქალაქეები და დგანან ისევ ქუჩაში. ისევ უცვლელი გზავნილები თავისუფლ პოლიტიკურ პარტიებს ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და აღლეგიტიმური მთავრობის გადადგომა მოთხოვნებით გრძელდება ეს პროტესტი არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან ისმის დღეს ეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების შეუვალება არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეჩერებას, ვიდრე ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ამ ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები. მოდით მიცხოვლავას გავისაუბრები სტუდენტს სახელმწიფოებისა, ნოკო მინდორ გაგისაუბრო, შეიძლება ბოდიში გაწყვეტინებთ. თქვენთვის რა აჩვენა ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებებმა, რაც შეეხება BBC-ს საგამოძიებო ფილმს. ამაგად კობახიძემ დაადასტურა, რომ კი ვიყენებთ ამ ქიმიურ ნივთიერებებსო, მაგრამ არ დააკონკრეტა, არ თქვა, რომელ ნივთიერებას იყენებდა შუსუსო, ამას გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტყვით, ხო? ეს რას ნიშნავს თქვენთვის ეს განცხადებები, რა გამოჩნდა ამით? სიმართლე გითხრათ, ახალს ვერ გეტყვით ისეს ვერაფერს კობახიძეზე, რაც არ მithქვავს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სულ არ აინტერესებს რა მოუვა მის მოსახლეობას, თავარია მისი ერთი ადგილი კონდეს თბილად სკამზე მოთავსებული და მისი კომფორტი შეიქმნას. მისი კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეს და მაგის იკეთ ხალხს გარეთ მოსწავლელი აირით თუ რაიმე გარეული სხვა ნივთიერებით წყლის ჭაუში ამით მოწამლავენ და აღჭობენ ან თუნდაც სიცოცხლის უმძიმეს ფორმის დაზიანებას მიაყენებენ, მათთვის ეს არაფერი არ არის.
ხო, რაც შეეხება სხვების განცხადებას, ეს ჩვეულებრივი ნარატივია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვეულებრივი message box-ი მოდის ჩატში, რომელსაც მე ყველა ერთიანად კითხულობს, ავრცელებს და ამის შემდგომ ხდება ამ ინფორმაციების გავრცელება გარეთ. რავი, სულ ეს არის უბრალოდ ერთი არა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს წყვეტს, შემდგომ ეუნება სხვა არა ადამიანებს, თუ რა უნდა გააკეთონ და რა უნდა ილაპარაკონ, თორემ ჩვენ ხო BBC-ს გამოძიებამდეც ვიძახდით ხალხი, რომ ის წყლის ჭავლი, რომელიც ჩვენ გვესხმებოდა, არ იყო მხოლოდ თქვენც მოყევით ამ წყლის ჭავლში, იყავით იმ დღეებში. რამოდენიმეჯერ მათ შორის უშუალოდ იმ პერიოდზე, რომელზეც არის ამ მომენტში აქცენტი გაკეთებული, მე მაგ პერიოდში დაჭერილი ვიყავი ბათუმის აქციებში, ბათუმში ვიყავი, ის წყლის ჭავლი უშუალოდ მე არ შემხებია, თუმცა მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითები სხვა დარბევების, სხვა აქციების, როდესაც ჩემ თვალწინ მათ შორის მეც შემსხმია წყალი და დამწრობა არა მარტო საათობით, არამედ დღეობით გაგრძელებულა ეს ყველაფერი. ანუ წყლის ჭავლის შედეგად ქონდათ დამწრობის. ჭავლის შედეგად და ასევე შემიძლია მოვიყვანო მაგალითი ჩემი ძმის, რომელსაც წყლის ჭავლი ერთ-ერთ აქციის დარბევაზე ხელზე შეესხა და რავი, ვერც სასწრაფო დახმარებამ და ვერც სხვამ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მიხვდა, როგორ უნდა ეშველათ ჩემი ძმისთვის არანაირმა მალა მომიქნებოდა ეს თუ სხვა გამწმენდი სადეზინფექციო ხსნარები არ უშველა ფიზიკურად ხელი ქონდა დავწვარ მდგომარეობაში და ფუფკულ მდგომარეობაში ეს დაჭირე კლინიკაში მიყვანა საავტობუსში გადაყვანა საბოლოო ჯამში ანუ იმ მომენტში ფიზიკურად აქციის დროს არავის არ გცხელა იმისათვის რომ გავიდეთ ან კლინიკაში ან სადმე სხვაგან ადგილობრივი დახმარებით გაყუჩებით რაღაცა მალაუმებით და ზეთებით ასე შემდგომ რამოდენიმე დღე იყუჩებდა რაც შეეხება თუ ვინმე იტყვის რომ ყველაფერს ჩვენ ვაზვიადებთ ამის დამადასტურებელი ფოტო ვიდეო მასალები ძალიან ბევრ აქტივს უდევს მათ შორის როგორ მიიღეს თვითონ მათეს დაზიანებები როგორ მიიღო მათმა მეგობრებმა და რავი ელემენტარული ნებისმიერ მათგანს რო გითხოთ ვინცაც კი აქციაზე ერთხელ მაინც შეხებია ეს ყოს ჭავლი დღეებით გაგრძელებულა ეს დამწყობა რავი სულ ეს არის მეტი რავი ამორალურები და არა ადამიანური ქცევები რო ახასიათებთ ეს ჩვენთვის პირველი არ არის და არც მეორე. რა იცვლება ამ ამბით თქვენი დაკვირვებით პოლიტიკურად ქართული ოცნებისთვის და ოცნების რეჟიმისთვის? მე რო ახლა რაღაცა ვთქვა რომ ამათვის იცვლება ცოტა ჩემგან ხვალ განაცხადი იქნება მაგრამ აჩვენე იგივე ოცნების ამომრჩეველი. ჩემი აზრით შემიძლია ვთქვა ის რომ პირველ რიგში ეს საერთაშორისო კიდევ ერთი სკანდალია იმიტომ რომ ჩვენ ხელმოწერა გვაქვს გაკეთებული ანუ ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი იმ ნივთიერებებზე, რომელი ნივთიერებებიც იკრძალება კატეგორიულად და რავი. მეც არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ მეც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ აიკრძალა ეს ნივთიერება გამოყენებისთვის და აი ახლა ყველა თემა მსოფლიომ გაიგო უკვე ეს ხო მარტო საქართველოში კონკრეტულ რეგიონში არ გაგვიგია ჩვენ გაიგო თემა მსოფლიომ რომ საქართველოში იყენებენ რაღაც ისეთ ნივთიერებებს რაც თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ აიკრძალა. ფაქტია ამ ყველაფერს რაღაც რეაგირება მოყვება, ნუ გამოძიებას რა თქმა უნდა ჩემი აზრით აუცილებელია ჩატარდეს, თუმცა არა ამათ ხელში და ამათი პირობებით, არამედ პირიქით ნორმალური, ადეკვატური გამოძიება უნდა საერთაშორისო გამოძიება, საერთაშორისო დონის, რაც შეეხება რომ მერაბიშვილმა შეისყიდა და მერაბიშვილის ბრალია კიდე ცალკე სირკია, იმიტომ რომ თუ ამ ყველაფრის შესახებ მათ იცოდნენ ყველაფერზე გამოძიება დაუწყეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და შეეძლოთ ამ მუხლითაც დაეწყოთ თავის დროზე გამოძიება, რადგან ეს საერთაშორისო დონის დანაშაულია და მეორე მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეიძინა. თუ იცი რომ ეს ყველაფერი დანაშაულია, მაშინ რატო იყენებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ისევ წეგან თქვი და ისევ გამეორდები, ამათგან არაფერი ახალი მოსალოდნელი არ არის, იმიტომ რომ ვიცით რომ ერთმანეთზე უარეს ქმედებებს ჩაიდენენ ხალხის დასაზიანებლად და საკუთარი სკამის მოსახლეობად, მეტი არაფერი. მაგრამ ეს რა გზავნილია იგივე საგამოძიებო ფილმი და მტკიცებულობებზე დაყრდნობით განაცხადი რომ ქიმიური იარაღს იყენებდა ქართული ოცნების მთავრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც არ გამოხატავს პროტესტს, ფიქრობს რომ არ აქვს ამას აზრი ან არ უშენება ემხრობა ოცნებას, ან ფიქრობს რომ ხო თქვათ ოპოზიციაში არ არის ესეთი ლიდერი, ვისაც შეიძლება შეცვალოს სიტუაცია. აი ვისაც განწყობები აქვს და არ გამოხატავს პროტესტს, მათთვის რა გზავნილია ეს საგამოძიებო ფილმი? ნუ თქვენ თვითონაც თქვით ახლა რომ ეს ხალხი არ გამოხატავს პროტესტს, რადგან ბრმად მიყვება ქართულ ოცნებას. და ქართულ ოცნებას სწორედაც ეს არის რომ არ ჭირდება ისეთი ამომრჩეველი და ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც დასწავს კითხვას რატომ, ვისთვის, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. ანუ მათ ჭირდებათ უბრალოდ რაღაცა ბრგო, რომელსაც მართავენ. აი ეს ყველაფერი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, აი განათლების სისტემას მათ შორის 12 კლასს აკლებენ, ჩამოყავთ განათლების დონე დაბალ მიზერულ მინიმუმამდე, რადგან
ადამიანებს არ ქონდეთ კრიტიკული ანალიზის საშუალება. არ ქონდეთ ანუ აქეთკენ მიდის თქვენი აზრით ეს პროცესი არ ქონდეთ, რომ შემდგომ უფრო გაუნათლებელი ერის მართვა უფრო მარტივია. ვიდრე განათლებული და ზოგადად თუ გინდა ერი დაანგრიო და გააქრო, მას უნდა წართვა განათლება. მაგრამ რამე შეგიქმნა თქვენს განწყობა, რომ მედიაში, განათლების სისტემაში ეს განსგახვა აქვს ხა ქართული ოცნების მთავრობას. აი მარტივად რო რომ კრიტიკული აზროვნება ჩაახშოს. მე-12 კლასის საერთოდ ამოვიღეთ და ევროპული განათლების საშუალება წავარდით. ვიძახით რომ მაგრამ იქნება სპეციალური რამდენიმე სკოლაში მე-12 კლასი. არა სისულელი, ანუ იქნებაზე ბევრი რაღაცა იქნება ამათთვის. ამათ რასაც უნდათ იმას გვეტყვია. მე-12 კლასი გააქრეს, ევროპული განათლება ხო წავარდეთ საერთოდ. ჩვენ ვიძახით რომ მთავრობა სკოლებისგან უნდა იყოს მოშორებული და სკოლებს უნდა მისცეს თავისუფალი არჩევანი იმისათვის, რომ სკოლა თვითონ უნდა გადაწყვეტოს რა ასწავლოს, როგორ ასწავლოს, რა ფორმატით ასწავლოს, მრავალფეროვნება რო შემოიტანოს. ამ ყველაფერსაც მთავრობა პირიქით გეუბნება, რომ ახლა აწი უკვე ჩვენ რასაც გეტყვით, იმას ისწავლით. მათ შორის ეს ერთფეროვნება შემოაქვს სკოლაში. აი ეს ფორმების ამბავი კიდე შეიძლება რაღაც ცალკეულწილად სხვადასხვა მხრიდან ვიღაცა შემომეგავოს და სხვა მხრიდან განიხილოს, რომ აი შეიძლება რაღაცა ერთფეროვნება მისცეს, მაგრამ ეს მათ შორის ნელ-ნელა რიგითი მცირედი ჩარევებიც კი ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს საბოლოო ჯამში. მართლა საბოლოო ჯამში მართლა წითელ ყელსახოვებს ხო არ გაიკეთებენ ეს სკოლის მოსწავლეები და ბიზინა ივანიშვილის ჰიმნის სიმღერას ხო არ დაიწყებენ ბოლოს და ბოლოს. ჩვენ იმისთვის მივდით ყოველთვის რომ განვითარდეთ და დღესდღეობით უკან მიდის ყველაფერი და რა ვიცი. მეტი არ ვიცი რა შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ ამ მთავრობისგან არაფერი ახალი გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ ხომ არ ხდება ისე, რომ რაღაც ვეჩვევით უკვე ყველაფერს და არაფერი აღარ იწევს შეიძლება გაკვირვებას ადამიანებში. შეჩვევა სხვა რაღაცაა, ჩვენ შეიძლება სიტყვაზე ვთქვათ, ველოდეთ რაღაცა ახალს. თუმცა შეჩვეულები არ ვიყოთ ამის მიმართ, იმიტომ რომ გარკვეულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ის საპროტესტო მუხტი, ის ნაპერწკალი, რომელიც ხვივდება და ძალიან ბევრჯერ ამოხეთქილა ეს ვულკანი საბოლოო ჯამში, რომელიც აპროტესტებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ერის დეგრადიზაციისაკენ მიიწევს. ასე რომ რავი, ჩვენ 5 კაცი ვიქნებით, 2 კაცი ვიქნებით, თუნდაც ერთი ადამიანი ყოველთვის იარსებებს ისეთი, რომელიც რაღაცას გააპროტესტებს და ერთ კაცს ყოველთვის შეუძლია პატარა გუნდას შეუძლია მთელი ზვივი წამოიღოს და ასევე ერთ კაცს შეუძლია მთელი ქვეყანა გამოაფრთხილოს. ამიტომ სანამ ჯერ კიდევ არსებობს პატარა კერებიც კი სხვადასხვა რეგიონებში, თბილისში, ბათუმში, გორში თუ სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ ჩვენ გადარჩებით. დიდი მადლობა, მე კომერცხოვა იყო სტუდენტი ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ჩვენ ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 372 დღეა და მოქალაქეები როგორც ხედავთ ისევ დგანან ქუჩაში ამ უწყვეტ პროტესტზე. ძალიან კაფეო განაცხადეთ, რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ დიქტატურას და პოლიტიკური პატიმრების არსებობას ამ ქვეყანაში. როგორც ცნობილია, პროევროპული მოძრაობა საპროტესტო აქციები დაიწყო ქვეყანაში გასული წლის 28 ნოემბერს, ერთ წელიწადზე მეტი დრო გავიდა, 372 დღეა უკვე, რაც გრძელდება ეს პროტესტი და იმართება საპროტესტო აქციები. ეს ხდება მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების მთავრობამ უკვე ღიად განაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ეს აღმოჩნდა კრიტიკულად და პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და მას შემდეგ მოქალაქეები სწორედ დგანან ქუჩაში ამ უწყვეტ საპროტესტო აქციაზე და ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ იყოს ჩაკეტილი და ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდეს. მოქალაქეების პოზიცია არის დღემდე გამოხატული ძალიან ცხადად, რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ დიქტატურის არსებობას ამ ქვეყანაში. სწორედ ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები. დღეს 372 დღეა, როცა მოქალაქეები არიან ისევ
ქუჩაში. მოდი ლალიანთის გავისაუბრები პროფესორს, ფილოსოფოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს. საღამოშობისა ლალი, ბუნებრივია თვალს ადევნებთ თქვენ ამ განათლების რეფორმას არქმევს ქართული ოცნების მთავრობა, ხო, იმ ცვლილებებს, რაც მათ შემოგვთავაზეს განათლების სისტემაში. რა განზრახვა აქვს ამჯერად ქართული ოცნების არლეგიტიმურ მთავრობას, რას უპირებს ის სკოლას და უნივერსიტეტს თქვენ დაკვირვებით? ხო, ნუ ახლა პირადად ჩემი მოსაზრება არის, რომ ორივეგან ჯამურად რასაც უპირებს ეს ცხადია. შეგვიძლია რომ აი ჩავშალოთ, ხო? აი რა ხდება. კუთვნილ არის ყველაზე მეტად მიუღებელი ამ ჩამონათვალში, ამ სიახლეებში. საერთოდ განათლების სისტემა არის კატასტროფულ ვითარებაში. ის რომ განათლების სისტემა სჭირდება რეფორმა და ცვლილება, ამაზე არავინ არ დაობს. მაგრამ როდესაც საუბარი არის იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს და მიზანი რა არის ამ ცვლილების, ხო? აი აქ უკვე განსხვავებები იწყება, ხო? თუ უნდა შეიცვალოს მაგალითად ეს 12 წელი, იცით რა არის, ძალიან რთული არის საუბარი, იმიტომ რომ არ არსებობს საბოლოო დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება ისაუბროს, იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად თქვით, რომ ისა ძალიან დიდი პროტესტი იყო საზოგადოებაში ამ 12 წელთან დაკავშირებით, 12 წლის მოხსნასთან დაკავშირებით, ეხლა უკვე ხედავთ ხო რომ შეიცვალა სურათი, უკვე არის რაღაც ერთი პირი თქვეს, რომ თითქოს კერძო სკოლებს იქნება და საჯარო სკოლები 11 წლიანი იქნება, ახლა კიდე ახალი ვერსია გამოვიდა, თითქოს სურვილის მიხედვით იქნება, ანუ ვისაც სურვილი ექნება ის 12 კლასს დაასრულებს და ვისაც არა ის 11 კლასს და აი რა უნდა გელაპარაკოთ, როცა არანაირი აი ფიქსირებული პოზიცია არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი რამ რაც უნდა თქვა, მეორე წუთს შეიძლება იყოს უარყოფილი და ცოტა ძნელი არის ამ კონტექსტში საერთოდ კომენტარის გაკეთება. რატომ განიზრახეს ეს ცვლილებები? რაში დასჭირდა თქვენი აზრით ეს ცვლილებები? პირველად ესე იგი მქონდა ემოცია, რომ ეს იყო ბოლონიის პროცესიდან ჩამოშორების მცდელობა, მაგრამ იმდენად მკვეთრი იყო საზოგადოების რეაქცია, თვით ქართული ოცნების მომხრეებშიც კი იყო რაღაცა დონეზე მოუწიათ უკან დახევა, სავარაუდოდ. ჯერ ისიც არ ვიცით რა დონეზე იხევენ უკან და რა ნაწილში ემაშვებიან. ხო. რა ნაწილში იხევენ უკან და რა ნაწილში ცვლიან, ეგეც არ შეიძლება რაღაცა უცებ სხვა რამე დაანონსდეს და სხვა რამე გაკეთდეს. როგორც ხდება ხოლმე რა. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ რა ცვლილებებიც დაანონსდა, აი მაგათაც 2 წლის უკან იყო კერძო სკოლებთან დაკავშირებით იყო ცვლილებები, თითქოს დაგეგმილი, უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდნენ პროგრამულადაც და ინსტიტუციურადაც კერძო სკოლებს, მაგრამ გამოვედით რაღაცა გავაკეთეთ კომენტარები, მოგიწონეთ და მე აღმოჩნდა, რომ არ გატარდა ეს ცვლილებები და რა გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ვერ მოახერხებენ ამ ცვლილებების გატარებას, იმიტომ რომ იმდენად რთული რამე არის ამისი განხორციელება, აი ტექნიკურად რთული და თითქმის შეუძლებელი არის ამის განხორციელება. მაგალითად რისი, თქვა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტთან დაკავშირებით, აი თუნდაც იგივე დაფინანსების საკითხი, როცა სტუდენტი უკვე მიღებული არის, ყველა ვარიანტში ამ სტუდენტებს უნდა დაასრულებინოს. აი თქვა ის ვაუჩერი აღარ იქნება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, ხო, როგორც უკვე ხო და მაგას ამიტომ ის სტუდენტები, რომელიც ახლა მიღებული ყავს უნივერსიტეტში, ის ხომ და დაასრულებენ, იმიტომ რომ მათთან ის პირობაა მიღებული, ხო? მაგრამ ეს ადრე სწორია იდეაში, რომ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს ჩარისხულ სტუდენტს არ მისცე დაფინანსება სახელმწიფო. ესე იგი გააჩნია ახლა, ნახეთ ჩვენთან რა შეიცვალა. პირველად აი ტინა სისტემა აკეთებდა იმას, რომ გრანტს იღებდა არა უნივერსიტეტი, არამედ სტუდენტი თავისი დამსახურებიდან მიხედვით და ეხლა უკვე შეიცვალა, რომ სტუდენტი კი არ იღებს გრანტს, იღებს უნივერსიტეტი. ხო და ეს აბსოლუტურად ცვლის ვითარებას. და ასე გამოდის, რომ მაშინ კერძო სასწავლებლებში შეუძლებელია, რომ ადამიანები არა ისე. ისე შესაძლებელია, მაგრამ ჩარეს ვერ გავუსკა. ეს ის კი. კერძო სასწავლებლებში გამოდის, რომ მხოლოდ პირადი დაფინანსებით, ადამიანი საკუთარი დაფინანსებით.
კარგი, მადლობა. ეს ლალიანტიძე იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი. მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში მის მოსაზრებას იმ ცვლილებაზე, რასაც ოცნების მთავრობა, ოცნების ანტიკონსტიტუციური მთავრობა უწოდებს განათლების რეფორმას, რომელიც შეეხება როგორც სკოლას, ასევე უნივერსიტეტს. მოდი გოჩა მელაძეს გავესაუბრები ასევე. საგამოშვებისა გოჩა, მინდა რომ გაგესაუბროთ. თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი BBC საგამოძიებო ფილმში, სადაც ნახეთ, რომ BBC-ს მტკიცებულებების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა აკრძალულია რაც, ქიმიურია რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ და რა გამოჩნდა ამის შემდეგ, რაც მოვისმინეთ ჩვენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან. იგივე ირაკლი კობახიძე, რომელიც დაადასტურა პრაქტიკულად ამ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, მაგრამ არ დააკონკრეტა რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული. მოგესალმებით ბატონ ჯაბა, პირველ რიგში გამოჩნდა თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების უსწრობა. ადამიანი ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აკეთებს კომენტარს და პრაქტიკულად მისმა კომენტარმა დამარცხნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ნივთიერება რაღაც სამწუხაროდ ჯერ ასაიდუმლოებენ და საზოგადოებისთვის უცნობი არის აკრძალული საშიში და სახიფათო. ეხლა ხანს გავაზიანე ნანუკა ჟორჟოლიანის ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ისმის სავარაუდოდ ხარებას ხმა, სპეცრაზმის გედედეს ყოფილი ხელმძღვანელის ხმა, რომ გაზი გაურიეთო ჭიჭინაძეზე რა ხდებოდა, ეცადეთ ბიჭებს არ გადაატაროთ. ანუ ეს ჩანაწერი თუ კი ავთენტურია, ეს არის მტკიცებული იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ ეს არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ის ცდილობს მისცეს მითითება, რომ წინა რიგებში არ გადაატაროს სპეცრაზმის ბიჭებს. ხო, და წყლის ჭავლი, რომელიც თავად არის საშუალება. გაზი გაურიეთ პირდაპირ ისმის ბატონ ჯაბაშ ჩვეულებრივ. და მაშინ დაუშვებელია, რომ გაურიო რამე ნივთიერება, მათ შორის გაზი. რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად ქართული ოცნება არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას და არ ვიცი, წარმოუდგენელ მარაზმამდე დადის 13 წლის წინანდელ შინაგან საქმეთა მინისტრზე ის უთითებს და ამბობს, რომ თუ კიო ვინმე დამნაშავეაო, ეს არისო ვანო მერაბიშვილიო, მაგრამ უნდა ვკითხოთ ჩვენ ირაკლი კობახიძეს, რომ 13 წლის განმავლობაში ამდენი მინისტრი ბატონი გომელაური ბრძანდებოდა. რა სინახავდნენ საწყობში, თუ კი ის იყო აკრძალული და დაუშვებელი, რატომ არ მოხდა ამ ნივთიერებების ამოღება და განადგურება? რატომ ჰქონდათ ამდენი წლის განმავლობაში ეს აკრძალული ნივთიერებები? თუ კი დაუშვებელი იყო მის შეძენა და კონვენცია კრძალავს მის გამოყენებას, რატომ არ მიეცა ის პირები, ვინც ეს ნივთიერება შეიძინა პასუხისგებაში, რატომ არ დადგა მათი პასუხისგებლობის საკითხი და 13 წლის თავზე, როდესაც ხალხს აქვს კითხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული, რა გაზი გაურიეს, მაგრამ პასუხი არ აქვს მათ შესანიშნავად იციან, ჩიხში არიან მოქცეული და ჩიხში რა კუთხით არიან მოქცეული თქვენ დაგვიყვებით. რამე ფიქრის პრობლემას პოლიტიკურად ოცნების დაჯგუფებას, ივანიშვილის დაჯგუფებას ეს ამბავი. ნახეთ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული ნივთიერება, სავარაუდოდ საშიში ქიმიური ნივთიერება, ის წამლავს საკუთარ ხალხს, ამას აკეთებდა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტები, აუშვიცში, დახაუში და სხვადასხვა კონცლაგერებში. ამიტომ ძალიან ცუდი პარალელი გავავლე, მაგრამ ბუდიშს არ მოვიხდი, იმიტომ რომ ქართული ოცნება პასუხისმგებელია ყველა ამ საქციელზე და აუცილებლად დაისჯებია. მე მჯერავს საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის ქართულმა ოცნებამ დაიჯერა, რომ ისინი არიან უძლეველები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები, ტროლების, ბოტების ქარხანა რეალურად საქმე ეხება დიდ ბრიტანეთს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ დაუშვებენ და არ მიცემენ კონკრეტულ უზურპატორს ბოროტ ძალას, რომ 21 საუკუნეში მშვიდობიან აქციის მონაწილეებს წამლავდეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც სანქციების ახალი ტალღა შეიძლება წამოვიდეს და სანქციები იქნება მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, რომ რაღაც შეიცვალოს? ეს არის წინაპირობა აუცილებლად. თუ კი ქართულმა ოცნებამ არ დაიწყო ისევ საკუთარ რიგებში განტევების ვადის ძებნა, იგივე ყოფილი მინისტრის, რაღაც გედედეს ხელმძღვანელის და ასევე მესამე ხარისხოვანი
ანუ ვინმე საჩვენებლად შეიძლება დასაჯოთ ფერენს მოლოდინი გა ამის მოლოდინი მაქვს გულწრფელად მაგრამ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი მიდის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მაგრამ პირიქით BBC-ს უჩვილებთ ჩვენ ქართული ოცნებისგან ეს მოვისმინეთ ხო შემდეგ თქვა კობახიძემ რომ კი გამოვიყენეთ მაგრამ არ დააკონკრეტა რა გამოიყენეს რომელი ქიმიური ნივთიერება მაგრამ ყოველთვის კომიტეტი არ იყო ანუ ის ნივთიერება რაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული აი რა ნივთიერება იყო გამოყენებული იმას არ ამბობენ ბატონო აი კომიტეტი თუ არ იყო აი როდესაც ამდენი დღის განმავლობაში არსებობს ობიექტური კითხვა რომ რა ნივთიერება გამოიყენეთ თუ კი ის არ არის კონვენცია გამოძიება იტყვის ამასო გამოძიება რა დასრულდება მე გავიგებთ ამას ასე კობახიძის განმარტება წარმოიდგინეთ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ბრიფინგს რაღაც ფაქტი ხდება როდესაც მათ უნდათ იგივე ლექსო ლაშქარავას თემას გავიხსენებ დაახლოებით 1 საათში მათ პრაქტიკულად გადაიღეს მხატვრული ფილმი და უდანაშაულო ადამიანი გამოიყვანეს დანაშაულად რა გახდა ჩვეულებრივი მათ საცავში არსებული ყველა ელექტრონული აღრიცხვა ამობეცვა დოკუმენტაცია გამოვიდეს პასუხისმგებელი პირი ან უფლებამოსილი პირი ჩაატაროს 5-წუთიანი ბრიფინგი და თქვას რომ არა ბატონებო თქვენ ხარ შესული შეცდომაში ეს არ იყო პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული რაღაც კომიტეტი არამედ იყო ეს ნივთიერება ამ ქიმიური შემადგენლობით და არ არის საჭირო ესეთი ვნებათა ხელვა მაგრამ არაკეთებენ რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ რომ მათ საკუთარი მოქალაქეების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება და მოწამლეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დიდი მადლობა ეს გულჩემელაძე იყო პროევროპული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ეს ბათუმის საპროტესტო აქცია დღეს თქვენ უსმენდით ბათუმის საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეების მოსაზრებებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებზე მათ შორის BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების მთავრობა იყენებდა ქიმიური იარაღს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს საკუთარი ქვეყნის მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მშვიდობიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ხოლო ქართული ოცნების მთავრობა ანტიკონსტიტუციური და არლეგიტიმური მთავრობა ამ დრომდე ვერ ამბობს კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული აი ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე საქართველოში თბილისში მაშინ როცა ქართული ოცნების მთავრობამ უკვე ღიად განაცხადა ევროპული კურსის შეჩერების შესახებ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ოცნების მთავრობის პრემიერის განცხადება მაშინ როცა მან თქვა რომ ევროკავშირში გაწერენების შესახებ მოლაპარაკებები არის გაგდებული 2028 წელს და სწორედ მას შემდეგ იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მათ შორის ბათუმში ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gr-დან გაზეთი.gr რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს მადლობა ყურადღებისთვის დროებით